კვირის ასტროლოგიური პროგნოზით, რა თქმა უნდა, შემოგვიერთდება მიხეილ ცაგარელი, დილა მშვიდობისა. მოგზაურობთ მიხეილ, როგორც სანოსიდან შევიტყვეთ, გამარჯვების პლანეტა გამხდარა დირექტული და ეს როგორ აისახება ზოდიაქოს ნიშნებზე, უნდა გაბრიგოთ. მოგესალმებით, დილა მშვიდობისა, პირველ რიგში ესე კიდევ ერთხელ მანდილოსნებს მინდა მოგილოცოთ გუშინდელი დღე, პრემიერი და წარმატებები მომილოცოს თქვენთვის, ჯანმრთელები იყავი და სიყვარულით ახსოვს ცხოვრება გქონდეთ. დიდი მადლობა ბატონო. ეხლა რაც შეეხება იმას, რა ხდება ცისკაბადონზე, რას გვამსვლობენ ვარსკვლავები, შემოგარგებო ჯერ კიდევ კვირა კარგია. ეს შემდეგი კვირა ცოტა სიტუაცია დაეძაბება, ოღონდ ცოტა, მაგრამ ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველამ. სხვათა შორის ძალიან გაგიმართლათ ვერძებს. აბა გისმენთ გულის არა, ძალიან გაგიმართლათ, იმიტომ თქვენ ახლა გადიხართ ყველაზე რთულ პერიოდს წლის განმავლობაში. იმუნიტეტი გაქვთ ახლა 0. აბა რაღაცში გაგვიმართლა. აი, იმაში რომ დედამიწა პოზიტიურ ველშია. გამას ისე ვერ გაგემთხვათ. ეხლა რომ დედამიწა ორყოფითიან ველში ყოფილიყო, გაცილებით უფრო რთულად გადაიტანდით ამ დაბადების წინა პერიოდს და ამ ხრივ გაგიმართლათ, რატო? იმიტომ რომ ყველა სხვა სფეროში წარმატება გაქვთ. ერთ-ერთი ჯანმრთელობას უნდა ყურადღება. მიხვდები, მაგრამ ეხლა მე ტყუილა გადავედი, ჯერ ვერძი ადრეა, მივავთ ვერძამდე. ეხლა მოდით საერთო ტენდენციები. დედამიწა პოზიტიურ ველშია, რას ნიშნავს? ყველასთვის კარგია. ანუ ყველას აქვს დადებითი შანსი, მოლაპარაკება შეიძლება აწარმოონ, ახალი იდეა პროექტი განახორციელონ და ასე შემდეგ. ეს უკვე კარგია. ჯანმრთელობაც მეტნაკლებად სტაბილურია მიუხედავად ამინდის ცვალებადობისა. მაგრამ ეხლა რა მნიშვნელოვანი სხვა მოვლენები გვაქვს? ჩვენ ეს უპირველეს სკოლისა გავითვალისწინოთ. ესე იგი დავიწყოთ. აი დღეს ვისაც უნდა მანქანის ყიდვა გაყიდვა. გადასარევი დღეა. ამიტომ გამოიყენეთ ამ კუთხით. ეხლა 4 შაბათს რა ხდება? იუპიტერი, გამარჯვების მმართველი პლანეტა, ხო? რაზეც ვსაუბრობდით ახლა ზუსტად. და იუპიტერი რა შვება? აქამდე იყო უკმავალი და ხდება სწორად მავალი. ანუ დირექტული. ეს რას ნიშნავს? რომ წარმატების ფაქტორი ეგრევე იმატებს. ყველაფერში. ახანი შეიძლება კანონები მიიღონ და არ მარტო მიიღონ, არამედ მათი განხორციელება მოხდეს. უცხოენები გინდოდათ შეგესწავლოთ, საუკეთესო პერიოდი ამ გზავრობა მოგზაურობას უწყობს ხელს, უცხოელებთან აქტიურ კონტაქტს უწყობს ხელს. შეთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდე შევჩერდებით მერეკეთშხიბებზე, ამასთან დაკავშირებით უცხოეთთან მიმართებაში. ეხლა ავიშოთ სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, აი იურიდიული საკითხებია, გადასაწყვეტი და შემდგომ, აი ესეც სასამართლო პროცესებიც კი უკეთ წარიმართება, ანუ შესაძლებლობებით ახსოვსე პერიოდი იწყება 4 შაბათიდან. სადაც უკვე შანსი წარმატებისა ყველას ერთიორად მოემატება სხვათა შორის იუპიტერი ერთ-ერთი მმართველია სპორტისა. ამიტომ სპორტსმენებისთვის გადასარევი პერიოდია. არა მარტო იმ კუთხით რომ შეიძლება რუმინეთში ვერ ეხმარება უბრალოდ. რას გულისხმობ? ხომ მოუგეთ რაგბიდა. არა, კი მოუგეთ, მაგრამ არ მომწონს საქართველოს ნაკრების თამაშები ბოლო პერიოდში არც რუმინეთთან, უფრო დიდი ანგარიშისგან მოგვეგო და ასე შემდეგ. არ გვაპატიებენ გულშემატკივრები ამ თემაზე რო გადავიდეთ. ხო, მესმის, მაგრამ ეს თალკე თემაა. ხო, აქედან გამომდინარე სპორტსმენებისთვისაც უკეთესია. თამაშიც გაუმჯობესდება, ტრავმებიც ნაკლები იქნება და ვისაც უნდა სპორტით დაკავება, საუკეთესო პერიოდია ვარჯიშებისთვის და ასე შემდეგ, ხო? არა 2 შაბათი და თანამედ ახლა 4 შაბათი დავიწყებ ვარჯიშს. 4 შაბათი. ხო, აი ხელს უწყობს ყოველ შემთხვევაში. აქამდე რეტროგრადულობა უშლიდა ამას ხელს. ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე გვაქვს ჩვენ პარასკევი. რით არის საინტერესო პარასკევი? რა ხდებოდა თუ გაიხსენებთ 7 თვის წინ თქვენ ცხოვრებაში ან თებერვლის შუა რიცხვებში? აი იმან შეიძლება გამოძახილი პოვოს ეხლა ზუსტად და եղავით ყურადღებით პარასკევ დღეს. ამიტომ ეს ტენდენციებიც მოსო პარასკევი და ან ესეთ თავისებური დღეა, შაბათს მავნეჩვეებისგან განთავისუფლების დღეა, ხოლო კვირას დაუგდეთ ყური უფროსი თაობის მანდილოსნებს, მათ შორის დედებს. ძალიან მნიშვნელოვან რჩევებს მიიღებთ მათგან. გეომაგიტური გვაქვს 3 დღე, 4 შაბათი, 5 შაბათი, პარასკევი, ამიტომ შედარებით ნაკლებია სხვა კვირებთან შედარებით და ესეც უკვე დადებითი მოვლენაა, ხო? ეს ძირითადი მოვლენები, რომელიც უკავშირდება ამ კვირას, ეხლა ცალკე ნიშნებს მივხედოთ. აი დავიწყეთ ესე იგი ვერძებით. შემოგარგებო ერთ-ერთი, რასაც უნდა უბრალოდ ორი სფეროა, რაც უნდა ყურადღება. პირველი არის ჯანმრთელობა. შესუსტებული, ამიტომ რა უნდა ქნათ? არ გადაიღალოთ, დაიღალეთ. ოღონდ არ გადაიღალოთ, გამოაძინეთ ცოტა საკუთარი თავის შეძლების და გვარად, რომ აღდგენა მოხდეს დახარჯული ენერგიისა ნორმალურად. იმიტომ რომ თუ უკვე გადაღლა სუსტრაფობაც მატულობს და შესტომების ალბათობა ვერცა შემთხვევაში. ეს ერთი. მეორე, რა გევალებათ კიდე კოსმოსიდან? ენაზე კბილის დაჭირა. საიდუმლოს დაცვა. იმიტომ რომ ფარომტრებს არ ძინავთ, მოშურნეებს, კონკურენტებს არ ძინავთ, ამიტომ ზედმეც ვილაპარაკებთ, რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ, რა მისტრაფებები, ვინ მოგეწონა და აპა, ეხლა არა. გაჩუმდით სამაგეროთ სხვა მხრივ
გინდათ გზავრობა, გინდათ მოგზაურობა, ძველი საქმეების დასრულება, მოწესრიგება, სახლში საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაწყვეტა, დალაგება და შეგო, გადასარევი პერიოდია. აქ სხვათაშორის პარტნიორული ურთიერთობაც მაღალ დონეზეა, კარიერული შესაძლებლობებიც კი არის. ამიტომ შესაძლებლობები უდავოდ გაქვთ. დადებითი ენერგოველი ამის საშუალებას ესე ორი სფერო ეთქოს ყურადღებას. ენაზე გბილის დაჭერა და ჯანმრთელობას ცოტა გავთხით. არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. აი ეს არის სურათს გევალი. სხვა მხრივ საკმაოდ კარგი პერიოდია. ეხლა რაც შეეხება კუროებს, კუროებო თქვენ პირიქით ეხლა განახლების დრო გაქვთ, სიახლეების პერიოდია და თან თქვენი სული სითხოვს ამას რაღაც ახალს არაჩვეულებრივს, ამიტომ დაწყებული დაუშვათ თუნდაც თქვენი იდეებით, რეალიზაციით, მათი ახალი მეთოდოლოგია შეიძლება შეემუშაოთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ, შეიძლება ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს. ამიტომ ეს არის სიახლეების ინტერნეტთან რაც შეიძლება მეტი კონტაქტები. შეიძლება ახალი წანდადები მიიღოთ და აქ შეიძლება ისეთი საინტერესო იდეა გაჩნდეს ინტერნეტიდან გამომდინარე, რომელიც მე მატერიალური კუთხითაც იქნება მომგებიანი, რაც ხელს შეუწყობს ესე იგი მატერიალიზაციას ამ იდეებისა და ძალიან საინტერესო პარტნიორულ თანამშრომლობას. ამიტომ გინდათ მოგზაურობა, გინდათ მგზავრობა, გინდათ იდეების რეალიზება, ყველაფერი შექმნებით საკმაოდ კარგი, იმიტომ რომ ენერგოტონუსი გაქვთ მაღალი, ჯანმრთელობა ამს ხელს უწყობს. ტყუპებო, თქვენ შემთხვევაში ჩემო კარგებო, იგივე გვაქვს რაც ვახოსთან, არა, საერთოდ სამაგესო არ აქვს საქმე. ერთ-ერთი რასაც ვახოზე უკეთესი სიტუაცია, იმიტომ რომ ამას ორი მიმართულება კიდე ენაზე გბეჭ დაჭერა, თქვენ ამ შემთხვევაში ეს არ გაწუხებთ. ერთ-ერთი რაც გაწუხებთ, ეს არის ჯანმრთელობის ზონა. იმუნიტეტი გაქვთ ცოტა დაბალი, ცოტა ადვილად იღლებით, ანუ შრომისმსახურება შემცირებული. ესე იგი რას ნიშნავს? უნდა ცოტა დაასვენოთ თავი. მოგეცათ საშუალება დაასვენეთ, გამოაძინეთ კარგად. საკუთარი თავი, მაშინ პერსპექტივები გაქვთ ძალიან კარგი. სხვათა შორის გინდათ ფინანსური კუთხითაც, გინდათ კარიერული განვითარებით, საკმაოდ კარგი პერსპექტივები, ახალი წინადადები შეიძლება მიიღოთ, ახალი თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს. სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. პირადი ურთიერთობაც კი საკმაოდ კარგად გაილაღებთ ამ სფეროში, მოდი ასე ვთქვათ, შარმების დულობა არ გაკლიათ, ამიტომ შესაძლებლობით ახსოვს პერიოდი ერთ-ერთი რაც არის მთავარი ჯანმრთელობა. არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ, რომ შესაძლებლობები არ დავუშვათ. ესე გადმოვედით ბაბისთან კირჩხიბებო. ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი არის კირჩხიბი. რატო? ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიულია, ინიციატივიანია, მზადყოფნაშია ყველას დაეხმაროს და ყველას მზადყოფნაშია რომ დაეხმაროს მას. ამიტომ ურთიერთ თანამშრომლობისთვის, ურთიერთ გაგებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და რას უწყობს ხელს? გზავრობას, მოგზაურობას, უცხოელებთან აქტიურ კონტაქტს. რაც შეიძლება მეტი ურთიერთობები, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან კარგი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს და შეიძლება მატერიალური დივიდენდებსაც კი მიაგნოთ უცხოეთში და ზოგიერთ შემთხვევაში რომანტიკული კავშირებიც კი გაჩნდეს. ამიტომ ასე ვთქვათ, თქვენთვის ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პერიოდია. ხო, მაგრამ დაგიგაკუნა, ხო ხედავ? მახომ. აჰა, მიიღებ ხელმძღვანელობაში. აჩნია შეიძლება ორმაგად გავიაზროთ ეგ კაკუნი. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება ლომებს, ლომებო ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ თქვენ, ამიტომ ნუ გადაიღლებით, ერთადერთი ეს არის თქვენი პრობლემა. ამ შემთხვევაში მაგრამ სხვა მხრივ ძალიან კარგი შესაძლებლობია, რატო? შეიძლება განთავისუფლდეთ იმ ძველი საქმეებისგან, რომელიც სულ გაწუხებდათ და იმ ძველი ვალდებულებებისგანაც კი და იმ ძველი ურთიერთობებისგან, რომელიც ასევე გამძიმებდნენ. ამიტომ ეს ხელს უწყობს სიახლეების შემოტანა, შეიძლება ახლებურად განავითაროთ თქვენი იდეები, პროექტები, ჩამოყალიბდეთ იმაში თუ რა გინდოდათ სხვა შეიძლება იურიდიული საკითხებიც მოაგვაროთ და ასევე მემკვიდრეობითი საკითხებიც ფინანსურ სფეროშიც გაცილებით უკეთესად წავა საქმე. ამიტომ შესაძლებლობები უდავოდ გაქვთ, მაგრამ ერთ-ერთი არის ენერგოტონუსის დაბალი ფენა. ეს რას ნიშნავს? რადგან დაბალი ენერგოტონუსი ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელობა არამდგრადია. ამიტომ ნუ გადაიღლებით და ნუ იზარმაცებ ზედმეტად. იქ სადაც საჭიროა აქტიური მოქმედება. ქალწულებო, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის პარტნიორული თანამშრომლობა. გინდა ბიზნეს საქმიანი პარტნიორული ურთიერთობები, გინდა დაუშვათ სასქესო ურთიერთობა, რაც მეტად პარტნიორებთან ურთიერთობები გაქვთ კარგი, წარმატების ფაქტორი მატლობს, მათი დახმარების ფაქტორი მატლობს და სხვა შეიძლება დაგეხმარებიან კოლეგებიც და არა მარტო პარტნიორები, მათ შორის არა მარტო საქმით, არამედ ფინანსურათაც კი. ამიტომ საუკეთესო დროა რომ გამოავლინოთ თქვენი შემოქმედებითი უნარი, რაც მეტად პრობლემურ სიტუაციას გადაწყვიტავთ მშვიდობიანად, დიპლომატიით, კომპრომისებით, მეტად
ნამდვილად იქნებით წარმატებული და წახვალ წინ. მით უმეტეს ჯანი გაქვთ, შრომის უნარიანობა გაქვთ საკმარისად, რაც ხელს სკოს ჩვენ თქვენს გავითარებას. რაც შეეხება ახლა სასტუმრებს, განსაკუთრებული ამბიცია აქვთ ახლა სასტუმრებს. უნდათ რომ იყვნენ ყურადღების ცენტრში, უნდათ რომ რაღაც მაღალ მწვერვალებს მიაღწიონ და სხვა შორის ამის ხელშემწყობი ფაქტორებიც არის რა, მაგალითად. ეს არის ის, რომ შეიძლება გამოჩნდნენ ფარველები. ფარველები შეიძლება იყვნენ როგორც ცალკეული დაუშვათ ბიზნესმენები, ასევე პარტნიორები, ხო? რომელიც ეხმარებიან იდეების განხორციელებაში და ამ გარკვეული წორალების დაპყრობაში. მაგრამ რა გიშლით ხელს ამ კვირაში? ჯანმრთელობის დაბალი დონე. რის გამოც ანგეზარებათ, ანიღლებით. ამიტომ დაასვენეთ ცოტა თქვენი თავი, რომ იქ სადაც საჭიროა შეეძლოთ სათანადო შრომის უნარიანობის გამოვლენა, იმიტომ რომ სხვა კუთხით პერიოდი საკმაოდ კარგია. მორიელს თუ გაუძლებ ჩემო ვახო ამ პერიოდში კარგი იქნება. არ არის ეგ ადგილი სხვა პერიოდში. ვიცი და ეხლა მით უმეტეს, იმიტომ რომ უორმაგდება ჯანი ენერგია, ხდება ზე აქტიური, ზე ენერგიული, ზე მომხიბვლელი, ყურადღების ცენტრში ადვილად ვარდება და სიყვარულის დრო აქვს. აი სად იფურჩქნება მისი სიყვარული ამ პერიოდში. სხვა შორის სასიყვარულო პარტნიორებთანაც, შვილებთანაც გადასწარვი ურთიერთობები აქვს და ბევრ რამეს აგვარებს. სხვა შორის ინტერესი უძლიერდებათ ეზოთერული, ოკულტური, რელიგიური, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური საკითხებისადმი და თუ რაღაც იურიდიული პრობლემები ქონდა, ამასაც ადვილად გადაწყვიტავს. მგზავრობა, მოგზაურობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დრო აქვს. შარმების ზედულობა არ ნახული. ამიტომ მორიელს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი და ერთ-ერთი ფავორიტია ასევე ამ კვირისა. მშვილდასანთა ცოტა სხვანაირად არის საქმე, თუმცა პერიოდი ცუდი არ აქვს. ერთადერთი რაც აქვს ნეგატიური, ეს არის ჯანმრთელობა. ცოტა შესუსტებული ენერგოტონუსი არ გადაიღალოთ შვილოსნებო, თორემ მაშინ უკვე შესტომებს უშვებთ, მაშინ სარკაზმზე გადადიხართ და სულტრაფობაზე, რაც ხელს უშლის თქვენს წინსვლას. თუ არ იჩქარებთ ზედმეტად და თან სხვათა შორის დაიცავთ ცოტა პრიორიტეტს იმ კუთხით, რომ დაასვენებთ თავს, პერიოდი ძალიან კარგია. კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, სხვა შორის საოჯახო კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. აი, კარგი ურთიერთობები გაქვთ ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, მათი თანადგომა იქნება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თქვენთვის და უფრო მეტიც საყოფაცხოვრებო პრობლემებსაც ადვილად გადაწყვიტავთ აქ და მგზავრობა მოგზაურობისთვისაც ისევე როგორც იურიდიული საკითხების და მემკვიდრეობითი საკითხების მოსაგვარებლად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. მთავარია ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ. სხვა მხრივ პერიოდი ძალიან კარგია. თხის გას აქ არ ჯანმრთელობა არ აწუხებს, პირიქით ჯანზე აქტიური, ენერგიულია, შეუპოვარია, შრომის უნარიანობა და ნებისყოფიანია, კარგი ლიდერი, ორგანიზატორია და ეს არის მრავალფეროვანი კონტაქტების დრო. ცოტა ხნით თხის გა უნდა გახდეს ტყუპები. იმოძრაოს დინამიკა, კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, ბევრი უნდა იკითხოს საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, მგზავრობა, მოგზაურობა, რატომ მტრეს ხელს უწყობს იმ ინფორმაციის მოზიდვა, შეიძლება იმ ფინანსური წყაროების მოზიდვა, შეიძლება ახალი პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რაც მისი შემდგომი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. ამიტომ უნდა პროფესიონალური კუთხით, უნდა პირადული ურთიერთობების კუთხით ყველგან აქვს წარმატების სერიოზული შანსები. ამიტომ თხის ქებო. თქვენ ახლა გაჩერების უფლება არ გაქვთ. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ჯანის გიწყობთ ხელს, ემოციური სტაბილურობას გიწყობთ ხელს და პარტნიორებიც მაქსიმალურად გეხმარებიან. ამიტომ შესაძლებლობებით მრავალფეროვანი კონტაქტების დროა, მგზავრობა, მოგზაურობა, უცხოელებთან გინდათ, სამშობლოსთან კონტაქტი, ყველაფერი კარგად წარიმართება. მთავარია იმოძრაოთ და არა ერთ ადგილზე იჯდეთ და გაიყინოთ. მერწყულებს რაც შეეხება, ერთადერთი სადაა პრობლემა ჯანმრთელობა. ანუ შესუსტებულია მისი ცოტა აურა, ამიტომ ცოტა ადვილად იღლება. და მერწყულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოძინება. თუ გამოიძინებ და ცოტა დაასვენებ თავს, სხვა მხრივ პერიოდი კარგი, ადრეული საქმეებიდან ახლა მიიღებთ მატერიალურ დივიდენდებს. შეიძლება მიაგნოთ ფინანსურ წყაროებს, მიიღოთ პრემიები, ბონუსები, პარტნიორული თანამშრომლობა ძალიან კარგად წარიმართება. ამიტომ შანსებით ახსოვსე პერიოდია, მთავარია თქვენ იაქტიუროთ ოღონდ გადაღლის გარეშე. და რაც შეეხება თევზებს, თავარი ფავორიტია ჩემო კარგებო. ეხლა მზე იმყოფება თევზების ზოდიაქოში, მათი დროა, დიდხანს ელოდით და აგერ ბატონო, რაც შეიძლება მეტი მოძრაობა. მიდექით, მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, შარმების ზედულობა გაქვთ, არნახული იუმორი, დახვეწილი ინტუიცია, ზემძლავრი. ამიტომ გინდათ პირადი, სასიყვარულო, საქორწინო ურთიერთობები, გინდათ კარიერული წინსვლა, გინდათ დახმარება მეგობრების მხრიდან, პარტნიორების მხრიდან, თქვენც მზად ხართ ჩაებათ საქმემოქმედო აქციებში, საზოგადოებრივ პროექტებში, რაც ერთ-ორად ზრდის თქვენს ავტორიტეტს და რეპუტაციას და ხელს უწყობს თქვენს ყოველდღიურ წარმატებებს. რასაც მე ასევე დიდი სიამოვნებით უსურვებ წარმატებას ამ ნიშანს, იმიტომ რომ მუდმივად უკმაყოფილოა და მუდმივად არ რჩება დრო მისთვის. ეხლა ემედია რომ კარგად კომენტარებში რომ თევზებისთვის დრო არ დაგვჭირდა. კი, ეხლა ვეცადეთ. დიდი მადლობა, ჩავედიეთ პრინციპში ყველაფერში, ვიცით როგორ უნდა ვიმოძრაოთ ერთი კვირის განმავლობაში.